ისე აკეთებენ ზედაპირულ გადათხებს და ზედაპირულ განადგურებას ქალაქის შემოგარენის ასრულების უბრალოდ მომკითხველიც კი არყავს არა. თქვენთან ხალხთან არა უპა, აი. სულ ძალიან ცოტა დამაკლა გინაღამ აღმოჩნდი არხში. ეხლა ისე სალოცავიდან კი თვალუწვდენელი ხედით იშლება დიდი და ვეევერთელა ჩვენი ტრესტის და ჩვენი სამსახურის არასწორად გადათხრილი კარიელი. თვალს ვერ გაუწვდნენ, მოკლედ იმ ხელაზეა კარიელი გადათხრილი. ეხლა ცოტა ამინდი გვიქმნის პრობლემებს რო გამოჩნდეს ეს ყველაფერი თვალხილულად. მაგრამ მაინც საკმარისად ჩანს. თოვლი კიდე ამ შავ ნიადაგს და ამ ორმოებს ალამაზებს. ბევრად უფრო ცუდი სანახავია ზაფხულზე. როცა ამტვერებულია და გამშრალია ნიადაგი. ეს არის მორიგი ვანდალიზმი, ასე ვთქვათ. მორიგი მხეცური განადგურებული ნიადაგი ქალაქის თავზე. სულ რაღაც 3-4 კილომეტრში ქალაქიდან და არა რაღაც ათეულობით კილომეტრი დასახლებული პუნქტიდან ქალაქის იათურიდან. 3-4 კილომეტრში უზარმაზარი კარიერული სისტემა, რომელიც არის ღიად დატოვებული, რომელიც არის განაშენიანების გარეშე დატოვებული და ყოველგვარი ნარგავების და გასწორების და გადასწორების გარეშე დატოვებული და მიტოვებული. პერევისის ველზე ვართ, გადათხრილ განადგურებულ პერევისის ველზე 25-ის. მაღარო ეკუთვნის ტრესტს ყველაფერი ამ ჭიათურაში, სადაც ბადანი მოიპოვება, გასხვისებულია კოოპერატორებზე, იღებენ და თხრიან კოოპერატორები და აი ხედავთ პირდაპირ რომ დგას სახლი, მოსახლე ცხოვრობს და ფაქტიურად ეზოში აქვს კარიელი რა, ეზოში აქვს მტვერი, ნაგავი და ყოველგვარი წესისა და რიგის დარღვევით ხდება მადნის მოპოვება. ეხლა ზამთარია, დასველებულია ნიადაგი, უბრალოდ ზაფხულში, სიცხეში წარმოვიდგინოთ რა მდგომარეობაში იქნება ამ მოსახლის და ნარგავები ამ მოსახლის ფანჯარას ვერ გააღებს, კარს ვერ გააღებს, დამტვერიანება საშინელი. მოკლედ შეუძლებელი საცხოვრებლად. როცა შეიძლებოდა სწორად მოპოვების შედეგად ისევ განაშენიანებულიყო, ისევ ხე ნარგავები დარგულიყო, ის ჰუმუსი ზევიდან დაყრილიყო და აი აქეთ დაინახავთ ხე-ტყე როგორ არის ჩაშვებული, ესე ვთქვათ, ჩანგრეული. რითაც ჟანგბადით უნდა ვისაზრდოოთ, რამაც ჟანგბადი უნდა მოგცეს, ხეები ითხრება მიწასთან ერთად. აქ არის მტვერი სილის და არის მტვერი მადნის, რომელიც მოკლედ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ჭიათურა ონკოლოგიური პაციენტებით გამორჩეულია მთელს საქართველოში. და მადნის მტვერი აქედან ილექება ხალხის ფილტვებში, აქედან ილექება ქალაქში და ქალაქში ყველა დიდი თუ პატარა ბავშვი თუ მოყუწი უნდა თუ არ უნდა ისუნთქავს ამ მადნის მტვერს, ასე ვთქვათ. ქალაქის თავზეა, ხო? ქალაქის თავზეა ყველა, ანუ ქალაქი მდებარეობს ყვირილის სანაპიროზე და ყველა კარიელი აბსოლუტურად იმყოფება ქალაქის კრუგში. ჩვენ არ ვამბობთ, რომ კარიელები არ უნდა იყოს და არ უნდა არსებობდეს და ეს მადანი აქ უნდა იყოს და არავინ არასოდეს არ უნდა ამოიღოს და ამით ყველაფერს აქვს თავის წესი და რიგი, მოკლედ მადნის ამოღებას ღია კარიერულადაც და მადნის გამოტანას მაღაროების საშუალებით. არ უნდა იყოს დიდი დატვირთვა კარიელებზე და უნდა ერთმანეთთან შეთანხმებულად მაღარო და კარიელი მუშაობდეს, ასე ვთქვათ. რომ გამოვიტანთ ბავშვად მაღაროდან 1000 ტონას 500 ტონით გავამდიდროთ კარიერის მადანით. ეხლა კიდე პირიქით ხდება რა, მოკლედ 70%-იანი დატვირთვა არის კარიელებზე. იმიტომ რომ მაღარო ბევრად რთულად შესანახი და შესანარჩუნებელი მაღარო და მაღაროელები. მაღაროს ჭირდება სამაგრის საშუალებები, ფეთქითი მასალები ჭირდება მაღაროელებს, ჭირდება ელექტროენერგია. კარიელზე მხოლოდ და მხოლოდ ერთი დიდ კომშიანი ტრაქტორით შეგვიძლია ამოვიღოთ, გავანადგუროთ ქალაქი და მომენტალურად ვიღაცებმა იშოვონ დიდი ფული და ვიღაცამ ლოკმაპური მეიტანოს სახლში. ჩვენ გვყავს აქ სახელმწიფო მართველი, რომელმაც უნდა ამოწმებდეს, მაგრამ რა ვიცი, რამე სათხოვთ შემოწმებისას, რამე ეთყობა აი პირდაპირ ტყე, პირდაპირ ნადგურდება, წამობრძანით. ეხლა აქეთ გაჩვენებთ დიდ ღრმულს. მოდი აი აქედან გამოჩნდება ძალიან კარგად ეხლა ამოთხრილი ორმო, რომელშიც შეიძლება ჩავარდე, დაიხრჩოს ადამიანი, ცხოველი და ყველაფერი.
ესე შემოწმებული კარიერული მოპოვება, ესე ვთქვათ. ასე ხდება შემოწმება და ასე ხდება მოპოვება. ეს მიტოვებული კარიერია უკვე აქედან ამოღებულია მადანი და ამ არხებში ესე ვთქვათ, წყალი ჩადგება, ის წყალი საფრთხეს ოქმნის, როგორც მოსახლეობას, ასე მოსახლეობის შინაურ პირუტყვსა თუ ცხოველებს რა. ესე ვართ ერთულ მდგომარეობაში. აი ამ შემოღობილს შეგნეთ არის ვიღაცის კონკრეტული ადგილი, ხო, დაუშვათ. და არ უნდა ამას რომ გადაითხაროს იმის ადგილი, მაგრამ როცა ამათი კონკრეტული ადამიანის კრუგში ყველა ადგილი გადაითხარა, ის ფიზიკურად რჩება კუნძულზე და ვინ უჯდენია ესე უხეშად რო ვთქვათ, რომ გასცეს და გადათხაროს თავის ადგილით, იმიტომ რომ აზრი არ აქვს იმის იქ ცხოვრებას. კრუგში არც ბალახია, არც საძოვარია, ანუ ბავშვს ვერ გამოუშვებს სათამაშოდ ელემენტარული ეზოს გარეთ უყურადღებოდ. რომ არ ჩავარდეს ამ ღრმულებში და უწევს მერე ყველას ინდივიდუალურად, რომ აი მოდი ყველამ გადათხარა და ყველამ გაასხვისა და მოდი მეც გავასხვისებ, ესე რაირად არის. 2017-ში დაინიშნა სახელმწიფო მმართველი, კი. ჩამოვედი ინტერვიუს შავწერე, რომ რაღაც გაჩვენა, რომ აი ეს ყველაფერი დაიფარება, გასწორდება, რაღაცა სტანდარტები შეიცვლება, მანქანებით გადახურული იulis უკვე მერე ქალაქში. და ეს არის ბოლო 2 წლის ეს არის ახალი, კი ბატონო, ანუ რაღაცეები შეიცვლება, რაღაცეები დალაგდება თუ დაუშვათ მანამდე ამ კომპანიას ეწერებოდა გარემოს დაცვის სამინისტროდან ჯარიმები, რომ ნადგურდებოდა ჭიათურა და ამის საფუძველზე იწერებოდა ჯარიმა, განადგურდა ჭიათურის ბუნება. დავაჯარიმეთ ეს კომპანია თუნდაც 1000 მილიონით დავაჯარიმოთ და წავიდეს ეს და შევიდეს გარემოს დაცვის სამინისტროში შევიდეს ეს თანხა. ჭიათურას ამით ერთი ხი არ დარგულა ჭიათურაში, ჭიათურა დარჩა გადაათხრილი, ეს ფული კი წავიდა, სად წავიდა კაცმა არ იცის ეგეც. გარემოს დაცვის სამინისტრო თუ აქამდე ვინმე აჯარიმებდა ამ კომპანიას, დღეს რა ვიცი, ამ კომპანიის დამჯარიმებელიც კი აღარავინ აღარ არის და ამ პასუხის მომთხოვნით. დღევანდელი მონაცემებით და დღევანდელი მოცემულობით საერთოდ შეჩერებაზეა საუბარი. მაღაროების თუ აქამდე დაუშვათ 70% დადვერთვა იყო კარიელებზე, როცა მაღაროები გაჩერდებოდა და ანუ აღარ იქნება მაღაროებში მუშაობა, ამ შემთხვევაში 100% იქნება კარიელებზე გადართული და წარმოვიდგინოთ ყველამ, რომ რა დღეში ჩავარდება ეს პატარა ქალაქის შემოგარენი კრუგში რა.